ჩვენ ვყოფებით წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, სადაც 30 ჰექტარზე გაშენებული არის ლურჯი მოცვის ბაღი. აქ არის შერეული ჯიშები, არის დუკი, სუზიბლუ და ბლურიბონი. ესენი გაშენებულია 5 ჰექტარზე, ბლურიბონი არის გაშენებული 13 ჰექტარზე. ძალიან რთული ბუნებრივი პროცესები, ძალიან ისეთ დროს მოვიდა თოვლი და იყო დაბალი ტემპერატურები, როდესაც ეს მცენარები თითქმის იმ პერიოდში იღვიძებს, იწყებს ყვავილობას და ასე შემდეგ. რომელმაც რა თქმა უნდა დასტრესა მცენარე, უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ჩვენ ძირითადი, ასე ვთქვათ, გასვლით სამუშაოები ჩატარებული ჰქონდა და გვარად, ესე ვთქვათ, თვითონ ეს მცენარები ვერ დააზიანა, ფიზიკურად ვერ დააზიანა, მაგრამ ყვავილობას გარკვეულწილად შეუშალა ხელი. ამის შემდეგ გამოყენებული იქნა სხვადასხვა პრეპარატები. ჩვენ ძირითადად ხმარობთ ფუნგიციდებს აგროფორსის და იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც ეს მცენარე ასეთი სინოპტიკური პირობები შეიქმნა, გამოყენებული იქნა სტრესის მოხსნელი სხვადასხვა პრეპარატები, რომელმაც კარგი შედეგი მოგვცა. ამინოსოლი იქნა გამოყენებული თქვენი პრეპარატებიდან, ჰუმატევს, ფერტიგენტ ექსტრას, ფერტაკრისტის 20-20, თქმა უნდა შედეგი არის ისეთი, ასე ვთქვათ, როგორც ჩანს თვითონ მცენარის ვიზუალური მხარე და ეს ამის დაზიანება ეხლა ამ ეტაპისთვის არ შეიმჩნევა. და რაც შეეხება თვითონ ამ მოწოდების ფასებს, რა თქმა უნდა, სხვასთან შედარებით არის ძალიან, ასე ვთქვათ, საღები კომპანიისთვის და ალბათ შემდგომში გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას. მოწოდების კუთხითაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რადგანაც თვითონ მოწოდება ხდება დისტრიბუციის მიერ და არ არის დიდი დრო იმისთვის საჭირო, რომ დავუშვათ მოამარაგოთ ჩვენი ის წელს უფრო გაცილებით მეტი იქნება მოსავალი შარშანდელ პერიოდთან შედარებით. მცენარეც დაიბუჩქა, მოვლის პირობებით შეიცვალა, გაუმჯობესდა, ყვება და ასე შემდეგ და რა ვიცი, ხა შედეგიც შესაბამისად კარგი უნდა იყოს.